გენერალი ხარ თუ პოლკოვნიკი, აქამდე პოლკოვნიკი ვიცოდი. მე პოლკოვნიკი ვარ. პოლკოვნიკი ხო არა, ბევრგან წერია რომ გენერალი ლოთი ქობალია მე გისურვებდით, მაგრამ როცა რაღაცა უნდა გენერლობა მომცა ზიადი როდესაც ალღუმი გავაკეთე ზუგდიდში. ალღუმი რომ იყო, დიახ. და მაშინ ზიადი გამოიზანა რომ მე ვიყავი გენერალი. ხო. მე ვთქვი უარი. იმიტომ რომ მე წოდებითიც კი არ ვუძღვარი. მე მოვედი სამსახურზე. დიახ. და უარი ვთქვი თბილისში არ დაბრუნდებით, მანამდე არ მინდა წოდება მეთქი. არის თუ არა სიმართლე, ასეთი შეკითხვა შემოვიდა, არის თუ არა სიმართლე რომ სოხუმის დაცემამდე ბატონო ლოთი თქვენ ტელეფონით დაგიკავშირდათ ჟიული შარტავა. ეს კითხვა მინდოდა რომ რატომ ვინ ჩამოიყვანა ზვიად გამსახურდია, ვინ უთხრა, ვინ დაარიგა, ვინ შეასმინა რომ საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო. ანუ ტელეფონით დაგიკავშირდათ თქვენ ჟიული შარტავა, ანუ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და გაგაფრთხილათ შევარდნაძემ გაგვყიდაო, ეცადეთ გადაარჩინო შენი გვარდიელებიო. მართალია? ჟიული შარტავა ერთადერთხელ ქონდა. ერთადერთხელ ქონდა პირდაპირ არასდროს ტელეფონით არ დამკავშირები იმაგიმე. პირდაპირ დამიკავშირდა, მოვიდა ჩემთან, ჩემი დის სახლში, რა ქვია, ჟიული იქ მოვიდა და ასე მითხრა. ლოთი რამეფრად ეცადე რომ აღადგინო გვარდია. შეაგროვე გვარდია და მოუვარა ზუგდიდს. ის რა განადგურებულია. მაშინ მართლა სულად იყო სახე. მე ვფიქრობ რომ ყველაფერი თქვენი ყურით მოისმინეთ. კი ვფიქრობ ასეა. და იცით რა მაინტერესებს? შევარდნაძე და ჟიული შარტავა სტალინის აგარაკზე თუ შეხვდნენ ერთმანეთს და რაზე ისაუბრეს. და მაშინ ჟიული შარტავამ უკვე იცოდა რომ პრინციპში ეგ უკვე მოსაკლავთა სიაში იყო და არა მარტო ეგ. ეს რამდენად მართალია? მე ამაზე ინფორმირებული არ ვარ. ახლა ვინ ისკლავდა და ვინ რას ესენი როგორ უწყობდნენ ერთმანეთს და ახლა იმიტომ რომ ჟიული მუთხრა რომ მან დაიჯერებ ახლა მე რო გითხრა გია გულვა იმან მოკლა, გია ჭანტური იმან მოკლა, დაიჯერებ? პრინციპში უნდა დაიჯერო, იმიტომ რომ სიამდვილეს მოკლეს, მაგრამ მე ხო არ მინახია. გასაგებია, მაგრამ თქვენ ახლა ისეთი უბრალო ფიგურა არ იყავით, თქვენ ისეთ პოსტზე იყავით და ხართ, რომ წესით რომ არ გენახათ რეალობა. გამოძიება რომ ან დამავალოს, გამოიძიეს, გამოიძიე, მაგრამ მე ჭორის ზონაზე ვერ ვიყავ. თორსა კაც დავაკავებ და ვეუბნები. შენ ამაში ხარ ბრალდებული. და გიპასუხე ამ კითხვაზე. მე საშუალს არ მივცემ რომ მან არ მიპასუხო. იმიტომ რომ თუ მე ეჭება რომ ის იცის, მაგრამ ამას აუცილებლად გავტეხ. კარგით და მე რომ ეგ სურვილები მქონდა ეხლა ამ გადაცემაში თქვენთან დაკავშირებით. გამეტეხეთ. ყოველთვის შეიძლება რა, შენ უნდა ბატონო, და ამიტომ ბევრ რაღაცაზე თავი შევიკავე.